ეხლა მე აგიხსნი გარეს თავის გამოსწორებით. ანუ უკუსლით პარკირებას უბრალოდ დაიმახსოვრე რომ ფიზიკურად ვიდეო გაკვეთილით შესრულება პრაქტიკის შეუძლებელია. ანუ ასე თუ ისე მაინც უნდა გაიარო პრაქტიკა. ყველა ვარიანტი დაგჭირდება. იმიტომ რომ პრაქტიკაში რაღაცეების გაკეთების გარეშე თეორიული ცოდნით რაღაცებს ვერ გააკეთებ ყოველთვის. ასევე აქვე დაგიმატებ რაღაც კონკრეტულ დეტალებს, რასაც მე უხსნი ხოლმე მოსწავლეებს, ოღონდ თვითონ მოსწავლეს გააჩნია. მოსწავლეს გააჩნია, იმიტომ რომ არ მაწყობს, რომ ძალიან ბევრი გაკვეთილი გაიაროს მოსწავლეამ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში თუ კარგად აღიქოს ყველაფერს, მაგ შემთხვევაში ვუმატებ ხოლმე ძალიან ბევრ რამეს და ამ ძალიან ბევრ რამეს აქ პატარა ვიდეოში ჩავდავ. პირველ რიგში, ყოველთვის გააჩნია თუ რომელ მოედანზე გადიხარ. მაგალითისთვის გადიხარ გორში, რუსთავში თუ სად. არის წყვეტილი ზოლი, არის აქ უწყვეტი ზოლი, არის წინ სტეიქხაზი გარაჟთან და ასე შემდეგ. დაიმახსოვრე რომ თუ არის სტეიქხაზი, მაგ შემთხვევაში შენი ავტომობილის მარცხენა მხარე აუცილებლად უნდა მოექცეს სტეიქხაზის მარცხენა მხარეს. ხოლო თუ არის წყვეტილი ზოლი, აუცილებლად იცოდე რომ შენი ავტომობილის მარცხენა საბურავები უნდა მოექცნენ ზედ წყვეტილ ზოლზე. ხოლო თუ რუსთავში მიდიხარ, იცოდე რომ მესამე და მეოთხე გარაჟზე არის აი ეს წყვეტილი ზოლი წაშლილი და არის მუქი ფერის ლაქები, რასაც მოიქცევ რულის შუაში. აი აქ. დავიწყეთ. გახსოვდეს რომ გარაჟს აქვს ჯოხების მწკრივი. იქითა და აქეთა ჯოხების მწკრივი. ჩვენთვის აუცილებელია რომ იქითა ჯოხების მწკრივიდან აი იმ პირველ ჯოხს მივაქციოთ ყურადღება. უნდა გავაყოლოთ თვალი და უნდა დავინახოთ კონკრეტულ ადგილას. მას შემდეგ რაც მოექცევი წყვეტილ ზოლზე, გააგრძელებ მოძრაობას სწორად, მიდიხარ, ამ ჯოხებს არ აქცევ ყურადღებას, თორე აღმოჩნდები იქითა მხარეს. ჩვენ გვაწყობს ამ ჯოხების მწკრივიდან პირველი. გავაყოლებთ თვალს და როგორც კი აი პატარა ფანჯარაში. აი აქ მოუმალავთ, ეგრევე გავაჩერებთ ავტომობილს. მოდი ვიყუროთ უკან. ვალა. ცოტა მეტი გამომივიდა, მომალვაზე მეტი. ცოტა დავაბრუნოთ უკან. მოვუხვიოთ მარჯვნივ და გავიხედოთ მარჯვენა სარკეში. დავაკვირდეთ, რომ ჩვენი ავტომობილის უკანა ნაწილი არაფერს არ დაეჯახოს. თუ ეჯახება, გავჩერდებით და გამოვასწორებთ სიტუაციას. თუ ძალიან ახლოს მიდიხართ, როგორც ახლა არის სიტუაცია, ვაკეთებთ გამოსწორებას. გამოსწორება ყველაზე მარტივი ვარიანტი არის შემდეგი. ვატრიალებთ მარცხნივ, ბოლომდე, ვიძრებით და ვაკვირდებით, რომ ეგ ადგილი გადიდდეს ცოტათი. მანქანასა და ჯოხს შორის რა ადგილიც არის. მერე ისევ ვატრიალებთ მარჯვნივ, დავიძრებით, ვაკვირდებით, რომ ჩვენი მანქანა შედის შიგნით და გადავინაცვლებთ მარცხენა სარკეს. აქაც ვაკვირდებით, რომ არაფერს ვეჯახებით და როგორც კი ჩვენი ავტომობილი გასწორდება, აი ასე. ცოტაც. აი ასე. გავასწორებთ საჭეს. სწორი საჭით მოვდივართ უკან და უკვე გააჩნია 4 ჯოხიანია ჩვენი გარაჟი, ანუ გვერდებზე 4 ჯოხი გვაქვს თუ 3 ჯოხი. თუ 4 ჯოხიანია, მაგ შემთხვევაში მეორე ჯოხს უნდა გამოსდეს ჩვენი ავტომობილის სარკე, ხოლო თუ 3 ჯოხიანია გარაჟი, მაგ შემთხვევაში მეორე ჯოხი უნდა მოვიდეს და ახლობით აი ამ ადგილას. აი აქ. ესეც ჩვენი გარაჟი. ძალიან მარტივი. მოკლედ, ჩვენ ავხსენით, რომ წყვეტილ ზოლზე უნდა მოვახვედროთ ჩვენი ავტომობილის მარცხენა საბურავები. თუმცა, რა ხდება მაშინ, თუ წყვეტილ ზოლზე ვერ აღმოჩნდით? ნახეთ ახლა რაშია საქმე. ანუ წყვეტილი ზოლის აქეთ თუ აღმოჩნდები, აუცილებლად დაგჭირდება გამოსწორება. ყველა ვარიანტი უნდა იცოდე. ხოლო თუ წყვეტილი ზოლის იქით აღმოჩნდი მარჯვენა მხარეს, მაგ შემთხვევაში ფიზიკურად ადგილი არ ყოფნის იმისთვის, რომ შენი ავტომობილი გარაჟში შევიდეს. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ხოლმე შემდეგ ტაქტიკას, ეს არის თუ მაგალითისთვის შემთხვევით 5 სანტიმეტრი გვაკლია ჩვენი თვალის ხედვით, ასე ვთქვათ, ხაზამდე 5 სანტიმეტრით უკან გავწიოთ კიდე ჯოხი. ანუ თუ ვინმე გასწავლა რომ კონკრეტულად ბოლოში უნდა იყოს ჯოხი, მე მაგ მეთოდს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ შემთხვევით აღმოჩნდი ხაზს იქით, ანუ შიგნით, გარაჟისკენ, რამდენი სანტიმეტრიც არის
მოშორება ხაზსა და შენ საბურავებს შორის, ანუ შენს მანქანას შორის, იმდენით უკან უნდა გავწიოთ ჯოხი. 10 სანტიმეტრი უდრირის 10 სანტიმეტრით უკან და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მიეწებო გარაჟის ჯოხებს. ეგ არ უნდა ქნა. აუცილებელია, რომ რაღაც დონეზე დისტანცია დაიცვა იმისთვის, რომ შენ ავტომობილმა უბრალოდ მოუბრუნება შეძლოს. ანუ მარტივად, თუ ხაზს იქით მოვხვდით, თუნდაც 5 ან 10 სანტიმეტრით, ჩავთვალოთ, რომ აი იმ ჯოხს 5-10 სანტიმეტრით უკან წავწევთ და მივალთ იგივე შედეგამდე. თუ უფრო მეტი გამოგვივა, მაგ შემთხვევაში მოგვიწევს გამოსწორება და გამოვასწორებთ ზუსტად ისე, როგორც ვიდეოშია აღწერილი. ჯოხის 5 ან 10 სანტიმეტრით უკან გაწევა ნიშნავს ჩათვალე იმას, რომ მანქანა წავიდეს წინ 1-5 ან 10 სანტიმეტრით. შეგიძლია რამე რომ გაჩერდები -15 ქულას უდრის, მაგრამ მაინც დაძრა ავტომობილი, დაიგლო ქულები და მაინც შეხვიდე გარაჟში, ვიდრე რავი ჩაიჭრა გამოსტაზე და მარცხენა მხარეს დაეჯახა, იმიტომ რომ მარცხენა მხარეს დაჯახების დროს უკვე გამოსწორება ფიზიკურად შეუძლებელია წინ წასვლის გარეშე, რაზეც შეიძლება ასევე გამოცდელმა ჩაიჭრას.